gon' do this. განათლებით დავამთავრე Charles University, ესეთი უნივერსიტეტია პრაღაში, კერძოდ მარკეტინგის ფაკულტეტი და შემდეგ უკვე საქართველოში PR-ი, საზოგადოებრივი ურთიერთობა, კავკასიის უნივერსიტეტი. დიდ ბავშვობიდან მინდოდა რომ ყოფილიყავი ექიმი. ალბათ ექიმი ვიქნებოდი და კარგი ექიმი ვიქნებოდი. მომწონს საკვირთავში ის რომ ვარ ერთგული ადამიანი და ვარ მიზანსწრაფული. უმერი ალბათ უნდა ყავდეს ისეთი ადამიანი, რომელიც არის იდეალური და იდეალური ადამიანი ჩემთვის არ არსებობს და აქედან გამომდინარე არ მყავს კომერი. ბავშვობაში დავდიოდი კალათბურთზე. იქიდან გამომდინარე ვარ სიმაღლეში დაბალი, გამომიყვანს იმიტომ რომ არ გავამართლე როგორც კალათბურთელო. და მომწონს და მივждებ ახლა ველოსპორტს. ბავშვობაში ყველაზე მეტად მინდოდა ადამიანებზე დახმარება. აი რა სიამონებას მაინჭებდა ყოველთვის. ნიჭი რომელიც მინდა მქონდეს არის სიმღერის ნიჭი, ვოკალი მინდა რომ მქონდეს და სმენა და ჩემზე უფრო უნდა ჩემეგოროს, იმიტომ რომ ღერი და რომ ვიღინებ უკვე შეწუხებულია მგონი მთელი საქართველო, იმიტომ რომ არავის არ მოსწონს საერთოდ ჩემი სიმღერა. ჰობი მოგზაურობა და ველოსპორტი. არასოდეს მივაყენ, ალბათ არასოდეს ბანალური იქნება და ვიტყვი არასოდეს არ უნდა თქვა არასოდეს, მაგრამ არასოდეს ჩემი აზრით მივაყენებ მანდილოსანს შეურაცხყოფას. ნანობ. იცი რა ძალიან იშვიათად ნანობ საერთოდ, იმიტომ რომ რას გადაწყვეტილებას მივიღებ, იმაში ვარ დარწმუნებული და ესე არ მახსენდება რომ რამეს სერიოზულად ნანობდე. ალბათ იქნება რასაც შეიძლება და სხვანაირად გამეკეთებ, მაგრამ სერიოზული სინანული არ გამოჩნდა. პირველი კოცნა. ხო, იმედი მაქვს არ მიწყეს პირველი ვისაც ვაკოცე ის. პირველი კოცნა იყო დაახლოებით ალბათ ვიყავი 5 წლის დაახლოებით და ეს იყო ერთ-ერთ უნივერსიტეტში ვაკოცე ერთ-ერთ გოგონას, რომელიც იყო ჩემზე დიდი, მაგრამ უბრალოდ რატომღაც მომწონდა ყოველთვის ეს გოგონა და ვაკოცე იმას. მოდი მე ახსნე იცი როგორ მე როცა შეყვარებული ვარ, როგორ ვარ აი იმ პოზიციას ახსნე, ანუ ხრუბლებზე რო ზემოდან დადიხარ და რო გზნობ რომ თავისუფალი ხარ და ჩემი აზრით როცა გზნობ რომ თავისუფალი ხარ, ესე იგი ხარ სიყვარულშიც თავისუფალი და აქედან გამომდინარე მე სიყვარულს და თავისუფლებას ვაიგივებ ერთმანეთთან და ჰაერონებას. ყველაზე ბედნიერი ვიყავი, როდესაც გაჩნდა ჩემი ძმისშვილი ანასტასია. ხალი ჩემთვის არის რაღაცა იმედი შეიძლება, ასევე ხალი არის ზოგჯერ ამბობენ და შეიძლება სწორია, რომ ხალი არის მამაკაცის რაღაც ხელები და ადამიანი, კაცი შეიძლება ტვიტა, ეხლა შეიძლება ქალების დისკრიმინაცია გამოდის, მაგრამ მამაკაცები აზრობენ და სამაგერად ქალები ამას ასრულებენ კარგად. და აქედან გამომდინარე, ხოლო ჩემთვის ჩემი საყვარელი ხალი ამ ეტაპზე არ ყავს, მაგრამ რიცხოლია, ის არის ჩემი საყრდენი და მეორე ნახევარი. ის თქმას მინდა ყოველთვის ვამბობ, მაგრამ ალბათ ხშირად ვამბობ, რომ ხალხო გაიღიმეთ, პოზიტიურად იყავით, რაღაც ეგეთ ტექსტებს და ესე არ მახსენდება ხის თქმას ყოველთვის მინდა. ყოველთვის ვამბობ ის თქმაც მინდა, აი ესაა ჩემი ის, რომ ყოველთვის ვიცი, რაც მინდა და რასაც ვამბობ, აი უკვე ნათქვამი აქვს. სიყვარული. ერთ-ერთი ადამიანის სიყვარული. უკვე სისულელე, იმიტომ რომ რაღაც ბავშვური გატაცებები იყო და იმ სიყვარულს მოყვა რაღაცა სისულელეები და აქედან გამომდინარე ერთიანობაში იყო დიდი სისულელე, მაგრამ ძალიან დადებითად მახსენდება ეხაც. მეგობრები. აი განვიცდი აი გაჭირებულ ადამიანს რა დავინახავ ძალიან განვიცდი. განსაკუთრებით თუ ეს გაჭირებული ადამიანი მოხუცი ადამიანია. ყველაზე მეტად განვიცდი მაგას. არ მჯერა რომ ბოროტი ადამიანები არსებობენ. და ამას მზე მეწინააღმდეგება ყველა აბსოლუტურად. მაგრამ არ მჯერა რომ ბოროტი ადამიანი შეიძლება იყოს. დალაი ლამა. და კიდე დიდი სამით გავიცნობდი, უბრალოდ შეუძლებელია ფროიდი. ამ მგონია რომ საუბრის დროს ძალიან ბევრ რაღაცას გავიგებ. იცი რა, საჭმლის კეთება მიყვარს, იმდენად გურმანი ვარ, რომ საჭმლის ჭამაზე უფრო მიყვარს საჭმლის კეთება. აქედან გამომდინარე ყველაფერს ვაკეთებ აბსოლუტურად და შემდეგ სხვას რო ვასინჯებ, ის უფრო დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ჩვენ ეს შეგვიძლია, ან მე ეს შემიძლია. მჯერა რომ სიკეთე ყოველთვის ძლევს ბოროტებას. რაღაც ამბობს დამართა ძალიან ცუდი თვისება. ანუ ადრე თუ უყურებდი ფილმს ან ვიდეოს ან რაღაცა, საერთოდ თუ იყოს სატირალი ან რაღაცა არ მეტირებოდა და
ბოლოს უყურე ახლა ამერიკელი მამები, რომლებიც არიან ავღანეთის წასული თუ არ მეშლებიან, ბავშვებს ახალ წელს გაუკეთეს საჩუქარი თუ მამის დღეს და ჩამოუყანეს ეს მამები და იმათი შეხვედრა იმდენად სენტიმენტალური იყო, 3 დღის უკვე თუ რაღაცა, აი, ჩვეულებრივად რომ ზიხარ და ფილმებში რომ ქვითინებ და რაღაცა, ესე ვიდექი და ვიქვითინებდი. ყველაზე ფუთული პერიოდი გავიარე ცოტა ხნის წინ. და ცოტა რთულია ამის გახსენება, აქედან გამომდინარე ვიტყვი იმას, რომ ცოტა ხნის წინ გავიარე და ამაყივარ, რომ მყავს ესეთი ადამიანები გვერდის, რომელიც ამ თუ პერიოდში დამიდგნენ და მეორე იმით ვარ ამაყი, რომ ეს რთული პერიოდი უკვე გადავახე. საერთოდ მუშაობ ძალიან ბევრ ადგილას და ოჯახში მეწევს ძალიან იშვიათად. იშვიათად კი არა და 5 წუთით რო შედიხარ და გამოდიხარ, ოჯახი, აი, რო შედიხარ ოჯახში, უკვე გცნობ, რომ ყველა თითეული წევრის იმედი შეიძლება გქონდეს და ისინი გაძლევენ შენ თავში რწმენას, დიდ სიყვარულს. აი, ესაა ჩემთვის ოჯახი. პირველი სიყვარული განვიცადე დაახლოებით ალბათ 2 წლის უკან, თუ არ მეშლება. და ეს იყო, აი, როგორი შექცნება, ზამთარში იყო ეს სიყვარული და როდესაც გამოვდიოდი გარეთ, საერთოდ არ მციოდა. ან მოკლევენ მაიკი შეება გამოსული ყავდა, რომ დავდიოდი, იმდენად ბედნიერი სახით დავდიოდი, რომ მეგობრები ისინი მე ყველა მეკითხებოდნენ, რომ ხო შენ სიყვარული გაგრძელდეს დიდხანს, ან მეუბნებოდნენ და კარგად მახსენდება პირველი სიყვარული ძალიან. სხვენია, როდესაც მე ან ნებისმიერი ადამიანი ჩადის მისთვის შეუფერებელ საქციელს. ან სხვის მაგივრათაც სხვენია და ჩემ დროს მე როცა ჩავდივარ, ხო ძალიან სხვენია. არასოდეს ჩავიცმო შუბას, იმიტომ რომ აი სხოლებს რო ხედავ როგორ ატყავებენ და შემდეგ ეს ამის წინააღმდეგი. კომპლექსები არ გამაჩნია ეხლა, რო თქვა რომ კომპლექსიანი ტიპი ვარ, ხო არ ვარ კომპლექსი, არ მაქვს კომპლექსი. ალბათ ეხლა შიშველი ქუჩაში ვერ გავალ და ნუ ჩარჩოს რაღაც ფორმებში ჩდები და ამ ჩარჩოში კომპლექსები არ მაქვს. ყველაზე სექსუალური ქალი ჩემთვის არის ჯულია რობერტსი. სულთან ბევრი ნივთი და მაქვს 3 ნივთზე მეტი, მაგრამ აუცილებლად დამაქვს ტელეფონი, აუცილებლად დამაქვს power bank-ი ტელეფონის, რო არ დაჯდეს უკვე და საფულე, რომელშიც გასაღებიც დევს, ბარათებიც დევს და ფულიც. ეხლა დილა შეიცვალა ჩემი, გადავწყვიტე რომ გავხდე სოციალ ტიპი, ვიღბიძებ დილით ძალიან ადრე, დავრბივარ, შემდეგ სამსახურში ამდრომდე დავდიოდი სულ ტაქსით, მაგრამ მივხვდი რომ ბევრად უფრო საინტერესოა რომ ავტობუსით წახვალ სამსახურში და არის ძალიან მაგარი, იმიტომ რომ ბევრ ხალხს ნახულობ, ანუ სოციალური ტიპი, უკვე ქვეყანაში ყველაფერს იგებ, რაც გინდა. და აქედან გამომდინარე ძალიან საინტერესო დილა მაქვს უკვე. მოგონება ბავშვობიდან მე და ჩემმა ბავშვობის მაკაცმა ზაფხულში გავაკეთეთ ნაძვისხე. ავაწყეთ ნაძვისხე, რომელიც დავდგით ქუჩაში და გვაქვს სურათი გადაღებული და პირველ, ანუ სულ მახსენდება ბავშვობიდან ეს მოგონება. ეხა ბოლოს გავიგე, მაგალითად დამირეკა ჩემმა ახლობელმა მითხრა, რომ გავიგეო პარლამენტარის ქალიშვილი მოგიყვანია ცოლა ცოტა ტყუილი არ მომიყვანია. დეპრესია არ მახასიათებს. დეპრესისთვის დრო არ მაქვს. ალბათ საკუთარ თავში რწმენის დაკარგვის. მე მგონია რომ მაქვს ძალიან კარგი ხასიათი, მაგრამ მეგობრები მეუბნები რომ ჯუჯუნახარო და არის კარგი ხასიათი მაქვს. რეჟისორი ჩემი საყვარელი არის ძმები კოენები და ალმოდოვარი. ავიქნები მაგალითად ზოგიერთი რომელიმე მომღერლის კლიპს სიტყვაზე ხო არ დავასახელო, არ გავაკეთებ უხამ სცენაში, ალბათ არ მივიღებ მონაწილეობას რაღაცა. ჩემთვის უხამსი თემა რაც არის. ხალად რომ დავბადებულიყავი, ვიქნებოდი ქალთა უფლების დამცველი, ანუ პოლიტიკური ფიგურა. წინა ცხოვრებაში არ ვიცი, არ ვიცი, ალბათ მოგზაურობა მიყვარს და შეიძლება ვიყავი ჩიტი ან რაღაც ეგეთი. ყველაფერი იციან ჩემ შესახებ აბსოლუტურად, ანუ ვინ საჭირო რომ იცოდეს და ვაფასებ ერთგულებას, ვაფასებ შრომას ადამიანის. ჩემთვის წარმატება დაიწყო ჯერ კიდევ ჩეხეთში დაახლოებით 5 წლის უკან. საზოგადოებამ მინდა დავიმახსოვროს როგორც უბრალო ნედარ ჯავახიშვილი.